გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ვარ JLSONCOS.com-ის ადმინისტრატორი და მე ამ ვიდეო გაკვეთილში გასწავლით Facebook-ის გაკეთებას. ანუ ბევრი ხალხი შემოვიდა ჩვენ საიტზე, რო გავავრცელოთ ჩვენი Facebook-ი. ეხლა კი გასწავლით როგორ არის ჩემი საიტი. აი ზუსტად ესეთ Facebook-ის გაკეთება, როგორიდან გამოდის. აი ეს იქნება მარტო შეცვლილი და მე ამასაც მოვაყოლებ, რომ მთლიანად იყოს. და აი როგორც ხედავთ, გამოდის ჩვეულებრივად. და მე ახლა გაგიხსნით ამას, ძალიან ბევრი ითხოვდა ამას და მე ახლა ვასრულებ თხოვნას. დავიწყოთ. პირველ რიგში ჩვენ დაგვჭირდება პატარა სკრიპტი, რომელსაც ვიდეოს მოვაყოლებ აუცილებლად. ჩვენ დავიწყოთ ახლა ბრაუზერიდან. შევიდეთ ბრაუზერში. შემდეგ შევიდეთ Google-ი და აქ ვწერთ Facebook. შემდეგ შევდივართ პირველ საიტში, აი ამაში. და აქ უნდა ჩავაგდოთ ისევე აქ ვწერთ ჩვენ Facebook-ში შევდივართ. აქ შევარ ჩვენი Facebook-ის გვერდზე. მოვაკოპიერებთ აი ამას, კოპი. შემდეგ აქ ჩავსვართ იმ მოკოპირებულს. აქ ვიზავთ აი ამგეს არ მოვნიშნავთ. X ანუ არ მონიშნული იქნება, თქვენ უნდა მოხსნათ. აქ გავაკეთებთ ასე ზომის. ზომა იყოს მაგალითად 200. აი ასე იყოს. და შემდეგ მივცეთ get code. აი ამას. ეხლა კი უკვე დავიწყოთ. შევიდეთ პანელში. მე განახევთ რა მაქვს გაკეთებული Facebook-ის გვერდი. ეხლა კი შევიდეთ. შევიდეთ აი ამ საიტზე. პანელში აუცილებელია, იმიტომ იქ უნდა გავაკეთოთ რამე. მე ამას გავაკეთებ ინგლისურ ენაზე. და ეხლა კი მე დავარესტარტებ. როგორც ხედავთ, აქ Facebook-ი არის, ჩვეულებრივად გამოდის. მაგრამ არ არის ლამაზი და მე ახლა იმას განახევთ. დავარესტარტებ ახლა მე ამას. რო განახოთ Facebook. არ იყოს. როგორც ხედავთ, Facebook-ი გაქრა და დავიწყოთ. ანუ დავიწყოთ. ახლა კი შევიდეთ თავიდან customize desing. შემდეგ შევიდეთ სიტებაგი, რომ ანდას button part of website, ანუ ყველგან რო გამოჩნდეს ეს გვერდი. და სულ ბოლოში ჩამოვიდეთ. ჩავსვათ სკრიპტი, რომელსაც ვიდეოს მოვაყოლებ აუცილებლად. გავაკოპიროთ და ჩავსვათ აი ეს სკრიპტი. ეხლა კი წერა რო გავაკეთეთ ეს. შემდეგ get code მივცეთ და შემდეგში გადავიდეთ if რამე. მოვაკოპიროთ აი www-დან დაწყებული. აი ეს უნდა მოვაკოპიროთ, დანარჩენი არა მარტო ეს. მაგრამ მაინც კოპირდება. აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ მოვაკოპიროთ მარტო ეს.
შემდეგ გადავიდეთ customize-ი ისევე და ეს წეგნან კოდი რო ჩავსვით და აქ უნდა მოვძევნოთ აქ უნდა მოვძევნოთ აი აქედან დაწყებული www-დან iframe-თან წავშალოთ და უნდა ჩავსვათ სკრიპტი წეგან რომელიც მოვაყურებთ. დავასეივოთ. ნახოთ. როგორც ხედავთ, Facebook-ის გვერდი გავაკეთდა. ჩვეულებრივად მუშაობს Facebook-ის გვერდი. ეს ვიდეო გაკვეთილი ამით დასრულებულია. თუ ვერაფერი ვერ გაიგეთ, შემოგვგანდით JLSONOKOS გვერდიდან მიმართეთ საიტის ადმინისტრატორს. ვიდეო გადაიღო იანო მეგრელიშვილმა. გაგრძელოთ.